კვლელობა ვაკეში გარდაცვლილია სოსო ჯოხაძე შემთხვევის დროს დაჭრილი მამაკაცი კი ადვოკატი ზაქარია ჩიბუხაშვილია მას ჭრილობები გულმკერდის არეში აქვს მიყენებული. ქეთა ციცქიშვილი იმყოფება რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც მამაკაც ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. როგორია დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა? Ჩვენს რამდენიმე წუთის წინ ველაპარაკეთ რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს, როგორც მან თქვა, სწორედ ამ წუთებში უტარდება დაჭრილ ზაქარია ჩიბუხაშვილის ოპერაცია. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, რადგან ტყვია, რომლითაც ის დაჭრეს, სასიცოცხლო ორგანოები არ დაუზიანებია და ისეთ ადგილას არის გაჩერებული ეს ტყვია, რომელიც სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. აქ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მობილიზებულია საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ასევე აქ სულ რამდენიმე წუთის წინ მოვიდა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი. მან ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ განაცხადა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ადვოკატ, ვინც ის ადამიანი, ის პირი, ვინც ადვოკატს ასეთი დაზიანებები მიაყენა, უმკაცრესად იყოს დასჯილი. ჩვენს კითხვაზე ცნობილია თუ არა ზაზა ხატიაშვილისთვის იყო თუ არა ჯოხაძეების ადვოკატი ზაქარია ჩიბუხაშვილი. ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, რომ მას ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. შემოყვანილი იქნა ჩვენს კლინიკაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აქვს მარცხენა გულმკერდის არეში. დასრულდა კვლევები. ამჟამად პაციენტი იმყოფება საოპერაციოში, მზადდება ოპერაციისთვის და მისი მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტის ტყვია გაჩერებული არის, სასიცოცხლო ორგანოები არ არის დაზიანებული. სერინო არ ვიცი, საოცრება არის. სამწუხარო ფაქტია, რომ ადვოკატზე მოხდა თავდასხმა, მას აქვს ცეცხლსასროლი დაზიანება. მისი მდგომარეობა არის მძიმე. მე შევხვდი კლინიკის დირექტორს ბატონ იმედაძეს და დარწმუნებული ვარ, ექიმები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ადვოკატის სიცოცხლე გადაარჩინონ და შემდეგ გამოძიება გაარკვევს თუ რა მოხდა და მე როგორც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვიბრძოლებ, რომ უმკაცრესად იყოს დასჯილი ყველა ის პირი, ვინც ადვოკატის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეუქმნა საფრთხე. ფაქტია, რომ ადვოკატზე მოხდა თავდასხმა დღისით, მსისით და ეს არის საგანგაშო ფაქტი. ეს არის, რომ პროფესია არის დაუცველი და პროფესიაში მყოფი ადამიანები არიან დაუცველები. წარსულში ნასამართლევის სოსო ჯოხაძე არის გიორგი ჯოხაძის ძმა. გიორგი ჯოხაძეს ძალიან ხშირად აკავშირებდნენ ხოლმე კრიმინალურ სამყაროსთან. ჯერ კიდევ 2 წლის წინ ერთ-ერთი ინტერნეტ გამოცემა ნეტგაზეთი ავრცელებდა თეა წულუკიანისა და სოსო ჯოხაძის ფოტოსურათებს, სადაც ისინი ერთად არიან ასახულები. მაშინ იუსტიციის მინისტრი უარყოფდა იმ ფაქტს, რომ მას რაიმე კავშირი ჰქონდა კრიმინალურ სამყაროსთან. ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებითაც ვკითხეთ სულ რამდენიმე წუთის წინ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, როგორც მან განმარტა, როდესაც იუსტიციის მინისტრი ასეთ კრიმინალურ სამყაროსთან, ზაზა ხატიაშვილის თქმით, კრიმინალურ სამყაროსთან აქვს ურთიერთობა, არის ძალიან დიდი დანაშაული და ამასთან დაკავშირებით თეა წულუკიანმა აუცილებლად უნდა გააკეთოს განმარტებები. საერთოდ ჩემი აზრით არ არის სასიამოვნო ფაქტი და არ არის ღირსეული ფაქტი, რომ იუსტიციის მინისტრს ჰქონდეს მეგობრული ურთიერთობა კრიმინალურ სამყაროს წარმომადგენლებთან. მე ვფიქრობ, რომ ეს ფაქტი გასაკითხი ფაქტია და მე მაგალითად იუსტიციის მინისტრი რო ვიყო, ყოველთვის დისტანცირებას გავაკეთებდი იმ ადამიანებისგან, რომელიც საზოგადოებაში თქვა გარკვეულ კრიმინალურ ავტორიტეტს სარგებლობენ. ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების კვეთაზე დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა შემთხვევა. ამ ქუჩების კვეთაზე ჩაცხლეს 2 მამაკაცი, ერთი სოსო ჯოხაძე, რომელიც გარდაიცვალა და მეორე ზაქარია ჩიბუხაშვილი, რომელსაც ამ წუთებში, როგორც გითხარით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. მადლობა. რესპუბლიკური საავადმყოფოდან ქეთა ციცქიშვილი გვერდთვებოდა. შემთხვევა ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების კვეთაზე მოხდა. გარდაცვლილია სოსო ჯოხაძე. შინაგან საქმეთა სამინისტრო